ფსიქოლოგიურად აი ეს აიხსნება ეს ველი ესე. ნახეთ, ახლა გავმარტავ. ეს არის ის სემანტიკური ველი. არის ის რისი მეშვეობითაც ინფორმაციის გამგზავნი საკუთარი თავის და შესაბამისად შერჩეული ვიზუალური სტრუქტურის მეშვეობით, ანუ რაღაც გამოსახულების შეიძლება იყოს ეს გამოსახულება. ესე იგი, საკუთარი თავის და შესაბამისად შერჩეული ვიზუალური სტრუქტურის მეშვეობით ამცნობს ინფორმაციის მიმღებს საკუთარ არსებობას. აი, ამ ველის მეშვეობით ინფორმაციის გამგზავნი ამცნობს საკუთარ არსებობას ინფორმაციის მიმღებს პირდაპირი კონტაქტის გარეშე. ანუ პირდაპირი ენერგეტიკული მატერიალური კონტაქტი არ არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ცნებაში. ეს არის განსაზღვრელი პირდაპირი კონტაქტის გარეშე. სემანტიკური ველი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ რა, არის ის, რისი მეშვეობითაც ინფორმაციის გამგზავნი საკუთარი თავის და სპეციალურად, ესე იგი, შესაბამისად შერჩეული ვიზუალური სტრუქტურის პოზიციონირებით პირდაპირი კონტაქტის გარეშე ამცნობს ინფორმაციის მიმღებს საკუთარ არსებობას. აი ესეთი სივრცე არსებობს ბუნებაში, რომელსაც იყენებს ინტუიცია, როგორც გარეგანი ინფორმაციის ანარეკლს სიზმარში. ამ ველის შესწავლით, აი ამ ცნების შესწავლით, სუბიექტს უკვე შეუძლია წაიკითხოს ნამდვილობა სიზმრის, ან დაადასტუროს მისი არანამდვილობა მისი ინდივიდუალური ლოგიკიდან გამომდინარე. ჩვენ ახლა ვაზიარებთ ფორმულას, მაგრამ ეს ფორმულა მუშაობს მხოლოდ სიზმრის მხილველი სუბიექტის ინდივიდუალური ლოგიკით. ეხლა, მეგობრებო, ჩვენ ფაქტობრივად ვსაუბრობთ სიზმრის ეკონომიკაზე. ეს არის ესე იგი ტექნიკა, თუ როგორ გვესაუბრება ჩვენ სიზმარი, ჩვენ ინტუიცია სიზმარში. ეს არის მთლიანი არქიტექტურის იერარქიული ფუნდამენტი.